გამარჯობა, მოგესალმებით. ეს არის ბოლო სიტყვა. მცირე პაუზა გამოგვივიდა, ერთკვირიანი ჩავარდნა გქონდა. არ ვიცი, რაღაცებს დავაბრალოთ დღესასწაულს. არ დავაბრალოთ იყო. ამისთვის არავის არ ეცალა. კი ბატონო. ესე თქვათ. მოკლედ, ბოლო სიტყვა ისევ ეთერშია? ეთერში იყოს. ხო, კავკასიაზე ცხოვრობ პრინციპში და ამიტომ გამართლებულია რომ თქვათ ეთერშია. ამ შემთხვევაში სტუდიაში ვართ ბექა პატურაშვილი, გიორგი ცხვითავა, რატი მუნჯირი დისტანციურად გვერდდება და თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან ყავს ხაზზე. დღეს ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები არ გვეყოლება ჩართვაზე, თუმცა არ ნიშნავს რომ ისრაელზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე არ ვილაპარაკებთ. მაგრამ გაცილებით ცხელი ამბავი გვაქვს ევროპის შუაგულში. დღეს საინტერესო ეპიზოდი ეჭვიარ მეპარება რომ გამოვა ისევ და აუცილებლად ვისაუბრეთ პროცესებზე, რომელიც უკავშირდება უნგრეთს, იქ უკვე დასრულებულ არჩევნებს და ახალ რეალობას, სადაც ორბანი უკვე აღარ არის ლიდერი, რაც შეცვლის ეს ყველაფერი თავად უნგრეთისთვის, რაც შეცვლის ეს ყველაფერი ევროკავშირისთვის, როგორ აისახება ეს ცვლილება საქართველოზე, უკრაინაზე და როგორც ლოკალურად, ასევე ფართო კონტექსტში ვეცდებით რომ გავიაროთ და ამაში დაგვეხმარება ჩვენი თამარ ნუცუბიძე, რომელიც ბრიუსელში დიდი ინტერესით ელოდებოდა, თუმცა თამარ ჩვენც არ ველოდებოდით ნაკლები ინტერესით, ესაც უნდა აღვნიშნოთ. ხო, ცხადია დღევანდელი ეპიზოდიც ვერ ჩაივლის უკრაინის პროცესებზე და ირანის შესახებ საუბრის გარეშე, ასე რომ დავიწყოთ. გამოიწერეთ აქვე ჩვენი არხი, რატი აქ რომ მზის ხოლმე ის ამბობს ხოლმე ამას, მაგრამ ამჯერად მე ვიტყვი. მე თქვა რომ ჩართვიდან გიერთდებით და ჩართვიდან მოგიწოდებთ რომ გამოგვიწეროთ, დაგვალაიქოთ. რეაქტიროთ კომენტარებში, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ეს მნიშვნელოვანია YouTube-ის ალგორითმისთვის, რომ არხი გაიზარდოს. შვენიერი, კავკასიაც ვახსენოთ, დიდი მადლობა რომ გვითმობენ ეთერს და ჩვენი პოდკასტით დაინტერესდნენ. კავკასიის მაყურებელს, ვინც ახლა თვალს გვადევნებს, მოუწოდებთ რომ გამოგვიწეროს YouTube-ზე, ეს არის YouTube პოდკასტი, YouTube პროექტი. ბოლო სიტყვა. კარგი, დავიწყოთ, აღარ გავაგრძელოთ, რა ხდება უნგრეთში, აქედან დავიწყოთ, როგორ ჩაიარა არჩევნებმა, ჩვენ წინა ეპიზოდში ვსაუბრობდით, რომ ბევრი რისკები იყო, რისკების ერთობლიობა იყო იმის გათვალისწინებით, რომ ეს აღიქმებოდა და მართლაც იყო რუსეთისთვის ერთ-ერთი ბოლო პლაცდარმი, როგორც უწოდებენ ხოლმე ტროას ცხენი ევროკავშირში, შესაბამისად მთელი რიგი გამოცდილების ფონზე იყო გარკვეული მოლოდინები, რომ ყველაფერს ეცდებოდნენ ისინი, რომ როგორმე გაეყვანათ ორბანისთვის მისაღების შედეგი, გაეკეთებინათ, ასე ცოტა ჟარგონზე რომ ვთქვათ. რა მოხდა თამარ, როგორ ჩაიარა არჩევნებმა, შენ ყველაზე კარგად იცი ეგ პროცესი და მოგვიყევი. მოგესალმებით მეგობრებო და მოდი ცოტა რაღაცა გადაუხვევ, თვალთ არ გადაუხვევ, მაგრამ ერთ ინსაიდერულ ინფორმაციას გეტყვით, რომელიც ჩემამდე მოვიდა, რომ თურმე ქართული პროპაგანდისტული არხები ძალიან დიდ მზადყოფნაში იყვნენ და წინასწარ სიუჟეტებიც ჰქონდათ მომზადებული ორბანის ისტორიაზე, როგორ დაიწყო მან პოლიტიკური კარიერა, რამდენი წელი იყო მის წარმატებებზე და დარჩა არქივში, რომელსაც ვეღარ გამოიყენებდა. ჩაილურის წყალი დალია. შემამდეც მოვიდა, მე უბრალოდ მაინტერესებს მაგ სიუჟეტებში იმ ეპიზოდზე რა იყო, ნათქვამი 2012 წლის არჩევნების წინ ორბანი რომ იყო თბილისში ჩამოსული და მაშინ რა განცხადებებსაც აკეთებდა და როგორც იქცეოდა ორბანი, ალბათ საინტერესოა როგორ ქონდათ ეგ ყველაფერი წარმოჩენილი მაგ სიუჟეტებში, ასე რომ მე მოვითხოვ, რომ ეგ სიუჟეტები ვიღაცამ YouTube-ზე მაინც ატვირთოს და გვანახოს. უფრო მეტს გეტყვი რატი 2012 წლის შემდეგ მე მგონი ან 2013 იყო ბოლო, ან 2014-ის დასაწყისი ყველა ტელევიზიის არქივშია ჩემს მიერ გადაღებული მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ ორბანის კაბინეტში აივანზე რომ დგანან, სადაც ორბანი, უკვე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს დატოვებულ, მოკლედ საქმე იყო აღძრული უკვე მიხეილ სააკაშვილზე და ის ჩავიდა ორბანთან ბუდაპეშტში, ვიყავით მის კაბინეტში და ინტერვიუ
ინტერვიუში ორბანი ამბობს, რა დიდი შეცდომა არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და რომ მისი არ ვიცი როგორი მეგობარია და ნებისმიერი ტელევიზიის არქივში არის ეს ინტერვიუ. ასე რომ არა მხოლოდ ზელენსკის ვადანაშაულებენ ქართული ოცნების პროპაგანდისტები და ქართული ოცნების წევრები იმაში რომ ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ წევრები შეიფარა უკრაინამ და რატომიცა თავშესაფარიო და რატომ დაასაქმო ორბანი იყო პირველი ვინც ნამდვილად წევრები მიიღო უნგრეთში მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით აღძრულ საქმეებზე ასე რომ ძალიან საინტერესო იქნება ამ ყველაფერზე რა იყო მაგ სიუჟეტებში. თუმცა მოდი ახლა დავუბრუნდეთ არჩევნებს, რომელიც მართლა ძალიან ძიმე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასე ვთქვათ გამოკითხვით მადიარი ლიდერობდა მისი პარტია, ორბანმა მოახერხა მისი მმართველობის პერიოდში საარჩევნო სისტემა ისე მოერგო, რომ მაინც ბოლო დღემდე საკმაოდ ესეთი ავტორიტეტული გამოცემებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ რა მოხდებოდა და როგორ შეძლებდა მადიარი იმ უპირატესობის გამოყენებას და გარდაქმნას ძალაუფლებაში მოსვლისთვის. ამაზე ვისაუბროთ, მე მგონი ალბათ საინტერესო იქნება. არა მხოლოდ რატი, არა მხოლოდ არჩევნებამდე, არჩევნების დღესაც ასეთი ანალიზები კეთდებოდა, რომ ყველაზე მეტად მადიარის პარტიას გაუჭირდებოდა მაჟორიტარებში, რადგან სისტემა იყო ისე შექმნილი, რომ შეიძლება პარტიული სიით გაემარჯვებინა და წინ წასულიყო, თუმცა მაჟორიტარებით შეეძლო ორბანს გადაეწონა და როცა ვამოწმებდი დახურვის შემდეგ საარჩევნო უბნების საიტს ოფიციალურს მართლა თვალებს არ უჯერებდი, როცა პარტიული სიით ჩამორჩებოდა თავიდან მადიარის პარტია ორბანის პარტიას და ბოლომდეც პრინციპში მაჟორიტარებში საოცრად მოუგო და ეს იყო ალბათ ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი ძალიან ისეთი სიურპრიზი, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი რომ მაჟორიტარებით ასე მოახერხებდა მადიარის პარტია გადაესწრო ორბანის პარტიისთვის. მეორე მომენტი რასაც ახლა ყველასთვის თავიდანვე თვალნათელი იყო და ყველა საუბრობდა უპრეცედენტო აქტივობა და ყველა მედია რესურსზე შედარებები იყო წლებით და ბოლო რა ვიცი მე მგონი 16 წელია იყო ორბანი ხელისუფლებაში და ეს 16 წლის განმავლობაში და არც მანამდე ასეთი სახის აქტივობა არ იყო. თუმცა აი ამ მაჟორიტარებმა მართლა გამაოცა და ამით მე მივხვდი რომ სერიოზული სამუშაო იყო გაწეული მადიარის პარტიის მიერ პრინციპში მე რასაც ვაკვირდებოდი ბოლო წელი 2 წლის განმავლობაში მაგალითად წინა ზაფხული თლიანობაში მადიარის X-ზე მუდმივად იყო კილომეტრაჟები, რამდენი გაიარა მადიარმა ფეხით მარტო და ასე დადიოდა მართლა კარდაკარ და ყველა რაიონში, სოფელში ადამიანებს ესაუბრებოდა. მე რამდენად ამეთანხმები. აი ეს რეგიონებში კარდაკარ სიარული მნიშვნელოვანია მაშინ, როცა რეგიონებში ხალხს არ შეა. რას გულისხმობ ხა საქართველოში ჩვენ კი არა აქტიურად, მაგრამ წინა საარჩევნოდ ხედავდით ხოლმე, ხო, ქართულ ოპოზიციელებს, მართალია შეიძლება არა იმ ფორმით, რა ფორმითაც სასურველი, არა იმ რაოდენობითაც სასურველია, მაგრამ რეგიონებში ჩადიოდნენ და ამან არ იმუშავა აქ. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უნგრეთს უშველა იმან, რომ ევროკავშირშია, ერთი ის, რომ სიღარიბე არ არის ისეთი, როგორიც თქვა საქართველოში და მეორე უკვე სუსის ფაქტორი, ხო? არავინ დააშინა, ასე ვთქვათ, უნგრელები. არა, მე ახლა თავს ვერ მოვიწონებ უნგრული შიდა, მით უმეტეს შიდა პოლიტიკის კარგი რაღაცა მცოდნეობით, მაგრამ შემიძლია ის სხვათა შორის ფიქრობდი ამას წინათ ზუსტად მაგ მომენტზე და ნახე ჩემი აზრით ცოტა სხვანაირად არის საქმე. რომ შევადაროთ თუნდაც უნგრეთი და ჩეხეთი, სადაც გაიმარჯვა ანდრეი ბაბიშმა და რომ ველაპარაკებოდი ჩეხეთში ჩემ მეგობრებსაც,
ბევრი მყავს მეგობრები, დიდი ქალაქები წინააღმდეგი იყო ბაბიშის, თუმცა ეს სწორედ რეგიონებმა მიცეს ბაბის ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩეხეთში ხშირად მიწევს ხოლმე ჩასვლა და აი საოცრად წინ წავიდა პრაღა და დაეთყო ეს ევროკავშირის ფულიც და ეკონომიკური წინსვლა და ჩემთვის ძალიან უცნაური იყო რატომ შეძლო ბაბიშმა გამარჯვება და ამ ჩემმა მეგობრებმა ძალიან ბევრმა მითხრეს რომ ფული ძირითადად თქვათ კონცენტრირებული იყო ანუ ჯერ მთავარ ქალაქებს მოხმარდა და რეგიონებამდე ისე არ მიუღწევიაო და ბაბიშმა შეძლო მოსახლეობისთვის რაღაცნაირად თავს მოეხვია რომ ის უფრო მეც გაუკეთებდა ეკონომიკურად მაგრამ უნგრეთი ევროკავშირში ბოლო წლების განმავლობაში ამ კორუფციის გამო, იმის გამო რა პოლიტიკაც ჰქონდა ორბანს და ევროკავშირის ფონდები იყო დაბლოკილი უნგრეთისთვის. სტატისტიკურად რო გადავხედოთ, უკან და უკან მიდიოდა ეკონომიკურად. ანუ ვერ ვიტყვით, რომ უნგრეთი თქვათ ევროკავშირში საქართველოსთან შედარებით კი, მაგრამ უნგრეთში სწორედ იყო ეს ეკონომიკური პრობლემები, უნგრეთში ჩემი აზრით 16 წელი კიდე სულ სხვა ვადა არის მით უმეტეს ევროპის შიგნით 16 წელი არ არის 12 წელი და არც 14 ალბათ ეს დაღლის მომენტიც იყო და კიდევ ერთი რაზეც მინდა ხაზი გაუსვა და არ შემომხვედრია ამ კუთხიდან გაშლა ამ თემის და თქვენ დარწმუნებული ვარ აკვირდებოდით ძალიან მაგრამ მუშაობდნენ უნგრელის გამომძიებელი ჟურნალისტები და არა მხოლოდ ბოლო ორი საგამოძიებო მასალა რაც უკვე აიტაცეს ლავროვთან საუბარი ხო ანუ უკვე ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები პოლიტიკოსებიდან არა მხოლოდ ევროკავშირის შიგნით არამედ საერთოდ მაგრამ ამ გამომძიებელთა გუნდს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აი მონოტონურად ძალიან პერმანენტულად მიყვებოდნენ და ყველაფერს ააშკარავებდნენ ამ კორუფციულ გარიგებებს თუნდაც ორბანის უზარმაზარ სასახლეებზე აი რაღაცა ზებრები რო ყავდა ანუ ძალიან კარგად მუშაობდნენ და როგორც ზებრები ორბანსაც ყავდა არ ვიცოდი ხო, იყო ეგეთი ისტორიაც იყო და ანუ რაღაცა ზოოპარკივით თუ ის მასაც ძალიან დიდი ტერიტორია ჰქონდა. ხო და როგორც ჩანს ეს მომენტიც თამაშობს გარკვეულ როლს მედიის ეს დაფარვა და ნუ რა თქმა უნდა ერთი დეტალი მინდა ხო შეგიშალე მე მგონი ხო არა ბოლო არის რომ რა თქმა უნდა იმაში ვეთანხმები რატის რომ უნგრეთი რადგან ნატოს წევრია და ევროკავშირის წევრია სხვა სითამამე აქვთ იქ მაინც ხალხს ხო 16 წლის თავზე სხვა სითამამე აღმოჩნდა ხო აი დღეს ახლა საქართველოში ხო მთელი ამბავი და მსჯელობა აი ამ ფაქტის დადგომის შემდეგ უკვე მაგაზე მიდის რომ აი რა იყო მათი წარმატების ფორმულა როგორ დადგა ეს შედეგი ხო როგორ გადაწონეს ასე ვთქვათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც ყურში მომხდა ახლა თამარის საუბრიდან ეს იყო დროის მოგება ჩემი აზრით არ ვიცი თქვათ შენ ახსენე რომ აი კილომეტრაჟის შესახებ ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწყო ხო ანუ ამ კაცმა საუბარი და შედარება მინდა გავაკეთო ქართულ ოპოზიციასთან რაც იმაც ახსენა აქ იწყება ხოლმე ცოტა ანუ მოკლევადიანი გარბენები აქვთ ამ ხალხს რა ნახე თქვათ ოქტომბერში არის არჩევნები და აგვისტომდე არაფერი ისეთი არ ხდება ხო მეთანხმებით ამაში ბოლო ფაზაში ცდილობენ რომ რაღაცა სასწაულები ჩაიდინონ და ეს არ არის რაღაც პერმანენტული შესაძლოა ეს ყველაფერი გასაგებია რომ რაღაც რესურსებს უკავშირდება მაგრამ ამავდროულად მართლ პარტიას აქვს ყველგან ოფისები ყავს სახელმწიფო ინსტიტუტები სუსი ვახსენეთ ასე შემდეგ მიდის მუშაობა უწყვეტი პროპაგანდა მუშაობს და ეს არ არის რაღაცა მოკლევადიანი ციკლი ეს არის გრძელვადიანი სულ და ბოლოს არის კულმინაციები მათი მხრიდან და აქ ჩვენ ვხედავთ რაღაც მოკლევადიან გარბენებს. ნუ როგორც ჩანს ამ კაცმა სხვანაირად იმუშავა და უფრო გრძელვადიანი დიდი ხნით ადრე დაიწყო კამპანია და ამაში რაღაცა პერსონალურად ჩაერთო. თუმცა
ნუ ჩვენ რეალობაში ხა ნუ არ ვიცი რამდენად გამოდგება ეგ რეცეპტი ვთქვათ რაც იმ კაცმა იქ გააკეთა მაგრამ ჩვენ ხო ვცდილობთ რომ რაღაცნაირად დასკვნები გამოვიტანოთ ხო გაკვეთილები ვისწავლოთ ხო აი რა გაკვეთილი შეიძლება ვისწავლოთ აქედან ეს არის ძალიან საინტერესო ერთია რომ ის არის გამოკვეთილი ლიდერი რაც ამ შემთხვევაში ცოტა რთულად აგვაქვს ჩვენ საქმე მაგ მხრივ ხო რამდენად შესაძლებელია თქვენი აზრით რომ აი იგივე რაღაც გუნდურობით თუ არ ვიცი რაღაც გაერთიანებებით თუმცა აქ ჩვენთან ეს გაერთიანებებით ძალიან უკვე რაღაც არასერიოზულად გამოიყურება იმდენი წარუმატებლობა იყო ანუ რა განსხვავებებია და საერთო არის კიდევ რასაც მინდა ხაზი გაუსვა თემატიკა თქვენი საუბრეთ ეკონომიკის ფაქტორზე მაგრამ საქართველოსთან მსგავსება იყო უკრაინის ომში ჩაბმის ამბავი და ამაზე იყო ხო მთელი ეს საინტერესო დეტალი არის ზუსტად თამარა ეს შენი მხრიდან შენი დაკვირვება იქნება ძალიან საინტერესო აქ რომ როგორ გაუმკლავდნენ პროპაგანდის აი ამ ნარატივს უნგრეთის ომში ჩათრევის შესახებ, აი რანაირად გამოაძვრინეს აქედან. რეალურად რას დაუპირეს და იმიტომ რომ დღესაც იყო განცხადებები გაკეთებული, რომ იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელს დაჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმა და იქ ძალიან ანუ ტრანზიციის პერიოდზეც ვისაუბროთ, ხო, თავისთავად ცხადია, ანუ ძალიან ბევრი თემაა, მაგრამ აი ეს მედიის მიმართულება იქნება გაგვიშალო, რომ ტაქტიკურად როგორ მოხდა აი ამ მისი ანულირება აბა ომი გინდათ და უნგრეთის ჩათრევა ომში და ასე შემდეგ. ხო, ჯერ აი ბექას რო უპასუხო ჩემი აზრით ყველაზე გამოსარჩევი და რაც შეიძლება იყოს რომ მაგალითად გამოდგეს არის აი რაღაცნაირად ეს პერმანენტული ხაზი აი მუდმივობა პროცესის ანუ გრძელვადიან პროცესში მართლა შესვლა და არა რომ არჩევნების წინ და ის ანუ ძალიან სტრუქტურირებული და მომზადებული სამუშაო ტარდებოდა მუდმივად და პერმანენტულად. ის რომ პროპაგანდა იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ეს უკვე არჩევნების შემდეგ ძალიან მკაფიოდ განაცხადა მადიარმა და დღეს ეს თქვა რომ როგორც ჩვენ თქვი გიორგი, საზოგადოებრივი მაუწყებელიო რაღაც პერიოდით დაიხურებაო, სანამ რეფორმირება მოხდება და ხო, სანამ არ მოერგება ხალხს, იმიტომ რომ ხალხისთვის იყოს და არა ემსახურებოდეს რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. მსგავსება იყო საოცარი, მე რასაც ვაკვირდებოდი, ორბანის გუნდის წევრები, აი პატერნები, კარგი შესატყვისი ინგლისური, მაგრამ კარგი შესატყვისი სიტყვა არის, აი ზუსტად სიტყვა წყობებსაც კი ისეთივეს იყენებდნენ, როგორცაც მაგალითად ქართული ოცნება არჩევნებზე. და ეხლაც რას გვესმის ბრიუსელის ბიუროკრატია ომი თუ გინდათ რაღაც კოლექტიური დასავლეთი. ხო, კოლექტიური დასავლეთი, ბილბორდებზე ვნახეთ ურსულა ფონ დერ ლაიენი, მადიარი ერთად, რომელიც პრინციპში არავის გვინახავს, მათი ერთად რაღაცა ურსულა. მე მგონი ზელენსკის ბილბორდი უფრო ბევრი იყო, ხო, ზელენსკის ბილბორდი, ხო. ჩემი აზრით, აქ დანგრეული შენობები იყო. გადამეტება მოუვიდა, აი ძალიან რაღაცა მართლა სიგიჟესავით მოუვიდა, მით უმეტეს რომ ნატოს წევრი ქვეყანა არის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ის მეხსიერება უარყოფითი ომთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვაქვს და რამაც უფრო მეტად იმოქმედა 2008 წლის გათვალისწინებით, ახლა უნგრეთს ესეთი არ აქვს. კი, ეგ ძალიან დიდი დეტალია. და მეორე, აი ისევ მივდივარ, ჩემი აზრით, ისევ მივდივარ ამ ჟურნალისტურ გამოძიებებზე, ნუ ალბათ უნგრეთისთვის და უნგრელი ხალხისთვის ეს თავმოყარეობის ამბავიც იყო, როცა მოისმინეს რა როგორ ლაქიებად არ ვიცი არიან წარმოდგენილი ორბანიც და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და საერთოდ წარმოუდგენელი რომ გამოდიოდნენ დახურული შეხვედრებიდან გამოდიოდა პიტერ სიარტო და ურეკავდა ლავროვს და ძალიან კარგად ჰქონდათ გაკეთებული თავიანთ მასალაში, ანუ მაგალითი ეს სატელეფონო საუბარი იყო ალიშერ უსმანოვის დის ამოღებას მოითხოვდა
სერგეი ლავროვის სანქცირებულთა სიიდან ეს საუბარი იყო და მერე ქონდა დაწვრილებით ჟურნალისტებს პუნქტობრივად წლების დღეების მიხედვით გაშლილი როგორ მიდიოდა პროცესი და მართლაც ეს პროცესი როგორ დასრულდა უსმანოვის დის ამოღებით სასანქციო სიიდან ეს ერთი მერე თვითონ მადიარი იყო მუდმივად ინტერაქციაში სოციალურ ქსელებშიც, YouTube-ზეც, სულ მიმართვები, სულ რაღაც ინტერვიუები და ასევე მე როგორც ვიცი, აი ზუსტად YouTube-ის რადგანაც ისეთივე სიტუაცია იყო მედიის მხრივ უნგრეთში ხელში ჩაგდებული ქონდა ორბანს ყველაფერი რომ მე როგორც ვიცი YouTube-ის პლატფორმა ძალიან კარგად ქონდათ ათვისებული და ამ YouTube-ის პლატფორმის მეშვეობითაც ადამიანებს ანუ სიმართლეს ეუბნებოდნენ და ნუ ღია საუბარი ამ კორუფციას რაც ეხება, რაზეც მუდმივად აპელირებენ და ეხლაც მადიარი სწორედ ამ თემაზე საუბრობს და ომთან დაკავშირებით, აი ალბათ ეს იყო, რამაც შეძლო რომ გაენეიტრალებინა და უკვე ცოტა რაღაცა მართლა სურეალისტური იყო, რომ უნგრეთს თავს დაესხმებოდა უკრაინა. ანუ მე რაც ახლა უშუალოდ უნგრეთში რა ხდებოდა ასე არ ვიცი, რომ სოციალურ ქსელშიაც ჰქონდა ნანახი, იყო ესეთი ორი ფოტო, ერთზე იყო ორბანი, რომ ომი დაიწყება თურმე არ ვიქნები და მეორეზე იყო ჩამონათვალი, რატო გშია, რატო წყურია, ცოტა ხელფასი რატო გვაქვს, ანუ სოციალური თემატიკის ჩამონათვალი და აქეთ ორბანის ეს მუხარარა და ამ შედარებებით ცდილობდა მადიარი აი ამ კამპანიის წარმოებას და თქვა აბა ომი გინდათზე პასუხს თუმცა აქ ჩემი აზრით რაც შენც აღნიშნე თამარ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის რომ უნგრელებს არ აქვთ ეს იარა ესეთი ახლო როგორიც საქართველოში არის 2008 ამიტომ არ ვიცი რამდენად თქვა ამისი დაკოპიერება ან თუნდაც მოდერნიზება იმუშავებს აქ რაღაცა სხვა არის უფრო საჭირო ჩემთვის კიდე საინტერესო არის რა ვიცით ჩვენ მადიარის ფინანსებზე ანუ ეს თემი საჩნო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით სიარული არ დაჯდებოდა იაფი შესაბამისად რამე არის თვალად ცნობილი ან თუნდაც ორბანი რას ამბობდა ამასთან მიმართებაში თუ გვაქვს რამე ისეთი ღია წყაროებზე ცნობილი რითი ფინანსდებოდა მადიარის საჩნო კამპანია რადგან იყო თუნდაც ევროკავშირი ჩართული ამ ამბავში ჩვენ ვიცით რომ მოლდოვაზე პრაქტიკულად იბრძოლა ხო ძალიან ბრუსელმა საკმაოდ ვთქვათ ძალისხმევა ჩადო იმ დეзинფორმაციის წინააღმდეგ მუშაობაში რომელ დეзинფორმაციასაც რუსეთი მოლდოვასთან მიმართებაში აკეთებდა რა ხდებოდა ამ მიმართულებით უნგრეთში იგივე სატელეფონო საუბრებიც ხო საიდანღაც ჯიბეში არ ჩაუვარდებოდათ იმ საგამოძიებო ჟურნალისტიკის რაღაც პროექტს ხო თან აშკარაა რომ რაც თქვენი საუბრეთ ეს ხანგრძლივი დროით იყო რა იმ დღეს არ გამოვარდნილა ასე ვთქვათ დრო კონდათ იმისთვის რომ შემდეგ ფაქტები ამოიღოთ გაანალიზებინათ ასე შემდეგ სლოგანიც ჩამოყალიბდა ხო ანუ რომ რუსებო წადით სახში ანუ ეს სლოგანი სპონტანური არ ყოფილა სლოგანი არის ხო ანუ 56 წლიდან მაგრამ ნუ მაინც ხო ევროკავშირის სხვათა შორის არ აქტიურობდა საერთოდ ყოველ შემთხვევაში საჯაროდ და პირიქით თუ ინსაიდერები ხარ გაქვს მაგაზე ჩიგიდან არა და პირიქით ანუ როდესაც თქვათ იყო დასმული ჟურნალისტების მხრიდანაც კონკრეტული კითხვები ამ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ზედაპირულად პასუხობდნენ და ინსაიდერულად ასე იყო ასეთი პოლიტიკა იყო რომ არ უნდოდა ევროკავშირს როგორმე ესარგებლა მისი პოზიციით ან ორბანს ან რუსეთს ან თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ თქვათ ისინი ერევიან უნგრეთის არჩევნებში ერთ-ერთი არგუმენტი კი არა ერთ-ერთი რაღაც სლოგანი თუ რაც არის ორბანს ესეც ქონდა ხო ჩარევა რომ ევრობიუროკრატები ერეოდნენ ამიტომ სხვათა შორის რუმინეთისგან და მოლდოვას არჩევნებისგან განსხვავებით საერთოდ მაქსიმალურად ჩუმად იყო ევროკავშირი. შეიძლება ეს იმიტომ იყო, რომ მოლდოვას მხრიდან იყო დახმარება მოთხოვნილი,
გამოჩენილი. ახლა მაგალითად ყველამ კარგად ვიცით, რომ იგივე დახმარებით მიმართა ევროკავშირს სომხეთმა და რუმინეთშიც ესეთი უფრო სხვა ვითარება იყო. უნგრეთთან დაკავშირებით აი ფაქტიურად მე ვერ ვიტყვი, რომ ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურის ხელმძღვანელმა რაღაცნაირად მაინც დააფიქსირა სიმპათია მადიარის მიმართ, თუმცა ორბანის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება წლებია უკვე დაფიქსირებულია, განსაკუთრებით ბოლო წელს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან აბსოლუტურად ყველასგან მოულოდნელად 90 მილიარდი ევრო დაუბლოკა უკრაინას. მაგრამ ეს კონკრეტულად ეს უკმაყოფილება მიმართული იყო კონკრეტულ ნაბიჯებზე და არასდროს არავის თქვათ ესე არ უთქვამთ, რომ რა ვიცი, ახლა რო ძალიან გვინდა ორბანი დამარცხდეს, ნუ ასე ყველასთვის გასაგები იყო. ასე რომ ევროკავშირს ამ შემთხვევაში ჰქონდა ძალიან მოზომილი პოლიტიკა, თუმცა შედეგების შემდეგ, რა თქმა უნდა, გზავნილი ძირითადად ის იყო, რომ უნგრეთი უბრუნდება ევროკავშირს. მგონია რომ დაზვერვის სამსახურები მგონია რომ ძალიან ბევრს იმუშავებდნენ მაგ თემებზე ამ საჯაროების გარეშე. არ აყავს საერთო სადაზვერვო სამსახური. ხო, მაგრამ აი რატი არ ვიცი გიორგი რატი თამარ სამევეს გეუბნებით. მე ამ ჩანაწერების შესახებ როგორც კი გავიგე, მაშინვე გამახსენდა ანალოგიური ჩანაწერები, სადაც ვიტკოფის და რომელი იყო კრემლი პუტინის თანაშემწე რომელი იყო? დმიტრევის. აი ეს ცნობილი საუბარი, რომელიც მაშინაც ხო იყო ამას დიდი მსჯელობა, რომ საიდან გამოვარდა. ანუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ასე ყოველი მეორე ვერ უსმენს, ხო? ალბათ, ცხადია რომ ვერ უსმენს. შესაბამისად, ანუ მე მაშინ იყო ხო გახსოვთ იქ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებზე იყო საუბარი, ასევე უკრაინელებსაც ახსენებდნენ, ხო გახსოვთ ეს ამბავი, რომ შესაძლოა უკრაინელებმა თვითონვე რამე გააკეთეს ესეთი და ეს რამხელა გაფრენა იქნებოდა მათთვის რა სიმაღლეზე, ხო წარმოგიდგენიათ. ახსენებდნენ, რა ვიცი, ხო ძირითადად მაინც ბრიტანეთზე იყო ხოლმე საუბარი და საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებიც იყო ამ ჩამონათვალში. ნუ ძალიან საინტერესოა, ეგეთ დროს ხო ვიცით რომ აი კულმინაციის ეტაპზე რამხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ყველაზე მაღალია ტემპერატურა და სწორედ მაშინ გამოდის რაღაცა დიდი. ნუ ეს ჩვენ ვნახეთ იგივე 2012 წლის პროცესში ხო. მაგარი ამბავი იყო, ძალიან საინტერესოა საიდან მოვიდა და როგორ იმუშავეს ამ ყველაფერზე. ფაქტია რომ საკმაოდ ესე ნაბიჯ მიყვნენ. ბევრი ისეთი დეტალი იყო, რაც ჩემთვის საინტერესო იყო, ფორმებიც, იგივე ეს პროტესტის დროს, ეს შეძახილები, რაც თქვენ ახსენეთ, იგივე ეს ჩირაღდნებით ხალხის გამოჩენა, ეს ძალიან ბევრი ფორმა იყო რაღაც ინოვაცია, აი ამ მსგავსი პროცესების თვალსაზრისით. და ხო, ნუ ალბათ ამაზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს ჩვენ გარკვეული დასკვნების გამოტანა, თუმცა აქვე იმის თქმაც მინდა, რომ ამაზე მარტო ჩვენ და პირობითად ოპოზიციურად განწყობილი მედია და საზოგადოება არ გამოიტანს დასკვნებს, ამაზე ქართული ოცნებაც გამოიტანს თავისთავად დასკვნებს. მინდა თუ თქვათ სხვა საკითხი არ გაქვთ თქვენ ესე თავში ახლა რომ გავაგრძელოთ საუბარი 90 მილიარდის თემა ვახსენეთ, რა ხდება მაგ ამბავზე, მაგას გავყვეთ და უკრაინის მიმართ რა შეეცვლება. ეს ხო ბოდიში ბექარო გაწყვეტინებ ერთი კიდე იცი რა მინდა ასევე ვთქვა, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ბოლო პერიოდში არჩევნებამდე აი მადიარი რაღაცნაირად თუნდაც ევროპის შიგნით ან კონფერენციაზე ან რაღაც შეხვედრებზე სადაც იყო უკვე თავს წარმოაჩენდა, ანუ ყველაფერზე განცხადებას აკეთებდა როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი. აი როგორც შემდგარი ფაქტი ასე იძახდა ეს კაცი, რომ ანუ არჩევნების მერე აი ჩვენ ამაზე ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამაზე ასე ვიზამთ და გარდა ამისა
რაღაცნაირად თავისი კაბინეტივით შეიძლება პრეზენტაცია არ გაუკეთებია, მაგრამ აი მაგალითად რო დასერჩოთ მიუნხენის კონფერენციაზე ის ჩასული იყო თავის გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად, შეხვედრა ჰქონდა დონალდ ტუსკთან და ეს ვიდეო ვირუსულადაც გავრცელდა იმ სხვა რაღაცის გამო სახელების და გვარების, მაგრამ რეალურად მადიარი აცნობს ქალბატონს, რომელიც არის ანიტა ორბანი და ეუბნება რომ გაიცანით ეს არის მომავალი უნგრეთის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ შემდგარ ფაქტად ეუბნება. და დღეს მართლაც ყველგან იწერება რომ უდიდესი შანსი არის და ალბათ მართლაც ანიტა ორბანი გახდება უნგრეთის პირველი დიპლომატი. ძალიან საინტერესო. მოწმობს, ხო, ამას ისიც მოწმობს, რომ გუშინ წინ რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადო X-ზე განცხადება, რომ მადლობა ანიტა ორბანს, რომ პირველი ზარი სწორედ ჩემთან განახორციელაო, რაც ჩემთვის მაგალითად მტკიცებულებაა, რატო დაურეკავდა, ხო, ანიტა ორბანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თუ მასაც მადიარისგან არ აქვს ამის უფლებამოსილება. და პირველ ვიზიტი, ხო, ზუსტად ალბათ მოსამზადებელ სამუშაოებზე, ანუ უკვე ხალხმა დაიწყო მუშაობა და თუმცა მან ნახე როგორი ამბავი არის ისევ ქართული კონტექსტში შემოვიყვანოთ. ჩვენ გვახსოვს როგორი ამბავია თქვა რაღაცა ერთხელ ჭდილოვანი კაბინეტი იყო ნახსენები წინა საარჩევნო პერიოდში და რა დროს ჯერ ჭდილოვანი კაბინეტია და ამას მოყვა. ამიტომ მე რას ვიძახით რომ ჩვენთანაც აი ზოგადად საზოგადოებაც ცოტა ჩამოსაყალიბებელი მგონია რა უნდა ზოგადად რა როგორ იმიტომ რომ არსებობს ზოლის ძალიან ბევრი მეთოდი და კი რა თქმა უნდა მეტი პასუხისმგებლობა ლიდერებზეა, ოპოზიციაზეა, ამ შემთხვევაში ვისაც აქვს ამბიცია რომ ხელისუფლება ჩაანაცვლოს, ინიციატივები მათგან უნდა მოდიოდეს, მათგან უნდა იყოს ეს კომუნიკაცია, თუმცა საზოგადოებაც მაინც რაღაც ნაწილობრივ ჩამოსაყალიბებელი. თუნდაც ახლა შეიძლება თქვი ხო რომ აი მადიარი დადიოდა თავის რაღაცა გუნდთან ერთად და მომავალ მინისტრებად, მომავალ რაღაცა თანამდებობისებად აცნობდა ხალხს და ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ გამოხატულებაა, გამარჯვებას ასხივებდნენ. ესეთ სიტყვათა შეთანხმება რო არის, იგი გულისხმება. ხო ისინი თავისთავად დარწმუნებულები არიან და როგორც კი აქ რაღაცა ეგეთი ნაბიჯები გადაიქმნება, ხო აქ საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს. ამიტომ აქ მთელი ჯოხის გადატეხვა ოპოზიციაზე ვფიქრობ, რომ ნუ აი საზოგადოებასთან რაღაცნაირად ჩამოსაყალიბებელია. თუ გვინდა ეს, თუ არ გვინდა უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის, მოდი ჯერ ოცნება მოვიშოროთ და სხვა ყველაფერზე მერე ვილაპარაკოთ. რაღაცაზე შესაძლებელი. მეცი რა რატი? ხადია მაინც დიდი წვლილი ოპოზიციაზე, რომ მათ აბარა ეგ არის კონკრეტული პარტიის თუ ჯგუფის სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. მათ უნდა გადაწყვიტონ რა როგორ ჯობია. ფაქტია, ჩვენ რომ დასკვნებს ვაკეთებთ იმის იქიდან გამომდინარე რაც ვნახეთ. ნახე მანდ ორი ნარატივი ეჯახება ხოლმე ერთმანეთს რა. როდესაც ვინმე იწყებს წინასწარ რაღაცა მონახაზების წარდგენას, მაშინ შემოდის სიტყვა, აუ ესენი ჯერ არ მოსულან, უკვე სკამებს ინაწილებენ. ხო გსმენია ასეთი არა? ეგ მერე ამას მერე უკვე ხელისუფლება და ეს პროპაგანდისტული არხები შესაბამისად იყენებს და ფუთავს. მაგრამ მაგას ვერ გავექცევით, ეგ-ეგრე იქნება, მაგრამ ეგ უნდა გადაწონოს სწორედ იმ ოპოზიციურმა ძალამ, თუ რა ვიცი პარტიამ თუ ჯგუფმა თუ ერთმა ლიდერმა თუ ვინც იქნება და არჩევანი გააკეთოს. ეგ რისკი უღირს რომ გააბათილოს თუ ურჩევნია რომ ხალხმა აყიქვას. მე მაგ ნარატივის პარალელურად ჩვენ გვაქვს ასეთი მდგომარეობა, მოცემულობა რომ ხალხს როდესაც აი ყოველ მეორეს და მესამეს ქუჩაში რომ მკითხო ნებისმიერ რეგიონში თუ თბილისში თუ არ აქვს მნიშვნელობა რა განწყობის არიან ისინი ოპოზიციურ ჯგუფებზე თუ პოლიტიკოსებზე გიპასუხებენ რომ მე შეიძლება არ მომწონდეს ანუ აი ლოიალისტებად თუ არა ლოიალისტებად არა პრინციპში კრიტიკულად არის განწყობილი უნდა ცვლილება მაგრამ პრობლემაა ის რომ აი ვერ ვხედავ აბა ვინ უნდა მოვიდეს ხო შემოდის ეს საკითხი აი მაგის გასაბათებლად სწორედ აბა ვინ უნდა მოვიდეს ეგ პასუხობს რა ანუ შენი გუნდი თუ პიროვნება თუ ვინც ხარ ასხივებ ამას რომ მე ესეთი რამე წარმომიდგენია მე ამ გადაწყვეტილებებს მივიღებ ამ ნაბიჯებს გადავდგამ ამ ვიზიტებს დავგეგმავ და უკვე კონკრეტული სახელებით და გვარებით ადამიანებს ეუბნები რომ აი ეს იქნება ჯანდაცვის მინისტრი ის მიხედავს განათლების რეფორმას ის მიხედავს თავდაცვას და ასე შემდეგ ანუ ეს ჩემი აზრით არის ძალიან დამაჯერებელი და ბევრი რამის განსაზღვრელი არჩევანის გაკეთების დროს რომ მე უკვე ვიცი
ვინ რას და მე არათუ ვიცი ვინ მე შემიძლია შეფასება გავაკეთო როგორც მოქალაქემ ის რისი გამკეთებელი არის თუ არა და მე იმისი გამოგზავნილი მესიჯი მე სხვანაირად მესმის. ანუ მე თუ მკითხავთ ეგ ძალიან სწორი სტრატეგია, ანუ ორი რამ გამოვკვეთოთ, ხო? დრო, ხანგრძლივი კამპანია და მეტი დეტალი. დღეს ბუნდოვანება არის მთავარი პრობლემა, მე თუ მკითხავთ ოპოზიციაში, გარდა იმისა, რომ იქ შიდა რაღაცა დაპირისპირებებია მუდმივად, რასაც ძალიან კარგად იყენებენ და ასევე შეიძლება ამას პირდაპირ არ აჟღერებენ და არც აწყობთ მმართველ პარტიას თუ მათ მედია საშუალებებს, რომ პირდაპირ რაღაცა ჩააჭირონ იმაზე, რომ აბა ეხა ის ამის გამკეთებელი არის თუ არა, ეგ საერთოდ არ არის მათ დღის წესრიგში, მაგრამ აი ძირითადი მედია საშუალებების მიღმა, აი როგორც ვრცელდება ეს ნარატივები მან ძალიან მაგრად იყენებენ მაგას, აბა ვინ უნდა მოვიდეს და ასე შემდეგ. ამას მოყვება ხოლმე მთელი რიგი დისკუსიები, სწორედ აი იმ სოფლებში, რეგიონებში ადამიანები სადღაც გაჩერებაზე რო ხვდებიან ერთმანეთს და ასე შემდეგ. ასე რომ თულთან მივდივართ მუზეუმ კამპანიას ბევრი ფული უნდა და მოდი 80 ბევრი ფულიც არა დღეს აი რატი ნახე თამარმა ახსენა იგივე YouTube-ი ანუ რაღაც ასიმეტრიული ვითარება გვაქვს ხო ანუ უკრაინის ომი რომ მოვიყვანოთ ისე მაგალითად ხო ანუ ისინი ხო ცდილობენ რომ რაღაც ასიმეტრიული დარტყმები მიაყენონ დიდ ძალას გაცილებით დიდ ძალას ანუ დღეს თუ იმ ეპოქაში არ შევაბიჯეთოდეს მე რომ რაღაცა ინტერნეტიც დაიბლოკა როგორც ირანშია ბლეკაუთი ახლა სიტყვაზე ხო და როგორც რუსეთში აკეთებენ ახლა დღეს ყოველ შემთხვევაში რაღაც არხები არსებობს რომლითაც შეგიძლია რომ ადამიანებამდე მიხვიდე და მიაღწიო არ არის აუცილებელი მე ვფიქრობ რომ აი ერთ წინადადებას ვიტყვი და დავამთავრებ რაც ეხება ქართულ ოპოზიციას რა მაგათ მოუძველდათ ძალიან მეთოდები მე თუ მკითხავ საერთოდ არ არის საჭირო მილიონების ხარჯვა რაღაც სულელურ პლაკატების ბეჭდვაში და რაღაცა ძვირფასი ივენთების მოწყობაში სადაც მარტო სცენის დაქირავება და გახმოვანების სისტემები ათასები ჯდება საათობით და კამერები შესაძლებელია რომ როგორც ის კაცი დადიოდა და პირდაპირ ელაპარაკებოდა ადამიანებს გაცილებით დაბალი ბიუჯეტითაც თუ გინდა ამის გაკეთება ჩემი აზრით შესაძლებელია გაუცხოვება არის პრობლემა მე იქ ეცით რა მე როცა ჩავდივარ რეგიონებში მე გრძნობ ამას ადამიანებს ეგეთი განცდა აქვთ რომ იცი რა მარტო არჩევნების დროს ვახსენდები ესაც მოსაგვარებელი არის ეს სიმართლეა მარტო არჩევნების დროს ახსენდებათ ეს ხალხი რა რაღაც გაგებით და ხო ვისაც ხელეწიფება და ვინც არის ვისაც მაგის ამბიცია აქვს რომ უნდა წარმოადგენდეს ვიღაცა სხვაალ მაგაზე უნდა დაფიქრდნენ რა ვიცი მეც აღარაფერს ერთი რაღაცა მინდა აი რატი და თქვენი აზრიც მაინტერესებს აი მე რაღაცა მომენტებში მსგავსებას ხედავ სხვათა შორის ნავალნის კამპანიებთან მადი არის აი ამაზე თუ ხედავთ აი თუნდაც ხო აი ეს რაღაცა ხალხში გასვლები ეს გამოსაგამოძიებო მიმდინარეობა ეს უფრო ინტერნეტის გამოყენება აი რაღაც სტილისტიკურად მით უმეტეს ერთ კაცზე როცა არის ძირითადად ერთი ადამიანი როცა არის ლიდერი აი რაღაცით წააგავს და დაფინანსებაზე რო თქვი პრინციპში აი ესე არიძებნება რო თქვა რამდენი დაიხარჯა ძირითადად არის რომ ის იურისტი და მისი ფირმა და შემოწირულობები. აი ესე საჯაროდ რომ ხო რა დაჯდა ეს კამპანია ან შემოწირულობები ვის რამდენი და როგორ ესე არ ღია ინფორმაცია მე ესე არ შემხვედრია რომ არ მოვიტყუო იმასაც ვერ ვიტყვი რომ აი მაგას დაუთმე დიდი დრო რომ მეძებნა და ფინანსურად რაღაცა მეპოვა დოკუმენტაცია თუმცა ვიზუალურადაც ვერ ვიტყვი რომ აი რაც ბექამ თქვა რომ ეს კამპანია იყო ამ თუნდაც განმავლობაში იყო მე საბეჭდილება დამჩენოდა რომ იყო უძვირესი მეცაც გეტყვი თუ ნავალნი მე საერთოდ სააკაშვილს მახსენებს 2002-2003 წლები შევარნაძის ხელისუფლებიდან გამოსული ახალგაზრდა ქარიზმატული ლიდერი რომელსაც არ ეზარება დადის რეგიონ მარტო გაიხსენებთ გიჟია ვიძახდნენ რაც დადისო
ასევე მის დაფინანსების წყაროზე და ფინანსებზე ბევრი არაფერი ცნობილი არ იყო. ასევე ძალიან ახმარებოდა მაშინ საგამოძიებო ჟურნალისტიკა. მართალია მაშინ ასე წმინდა საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ ერქვა, მაგრამ ის რასაც რუსთავი ორი იმ პერიოდში აკეთებდა საკმაოდ ძლავრი ინსტრუმენტი იყო და შესაბამისად მე ამას მაგონებს. უბრალოდ ეხლა რა განსხვავებაც არის თქვა იგივე ქართული ელობასა, უბრალოდ მე მგონი ბევრს ვთქვათ ქართული ელობაზე ეს საერთაშორისო კონტექსტა უბრალოდ. ის არის რომ საქართველოში უბრალოდ ეხლა ჩვენ გავლილი გვაქვს ძალიან დიდი რეპრესიული დრო, რას გულისხმობ ეხლა ამაში. აბსოლუტურად ნდობა დაკარგული არის ინსტიტუტები, მათ შორის სამწუხაროდ მედიაც და ჟურნალისტიკაც. ნდობა დაკარგულია ოპოზიცია და აი იგივე თუნდაც 20-24 არჩევნების წინ რაც ბათუმელებს საგამოძიებო რეპორტაჟები ჰქონდათ დადებული, არ ვიცი არ იყო პატარა საქმე, ხო? თუმცა კლიენტად გადაყლაპა პროპაგანდა. კლიენტად გადაყლაპა, ხო, პროპაგანდა. შესაბამისად, მე მგონია რომ ქართული რეალობა ეხლა ცოტა განსხვავებულია, თუნდაც იმ დროის რუსეთის რაშიც ნავანი წვალობდა და მით უმეტეს ახლა რაც ხდება უნგრეთში. ჩვენ, ასე ვთქვათ, კაი დასაკურებლები ვართ სხვებისთვის და მე ჩვენზე სწავლობენ. რა ეხლა ჩვენ ეხლა რაღაც ახალი გვაქვს მოსაფიქრებელი. ეგ სცენარები ჩემი აზრით უბრალოდ ეხლა აქ აღარ იმუშავებს. ეხლა აქ რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი. მოდი 90 მილიონს დაუკრაინეთ თუ რამდენს ქართულ კონტექსტს აგიდეთ, ხო 90 მილიონს დაუკრაინეს დაუბრუნდეთ, მე რაც წავიკითხე, აღარ შეუშვეს უნგრეთი ხელს ამ ამბავს. კი, ესეთი განცხადება გააკეთა მადიარმა, რომ ის არ შეუშლის, მან თქვა, რომ პირობა იყო მიცემული და ეს პირობა მიცემული რადგან იყო, აღსრულდება, როგორ მოხდება ჯერჯერობით უცნობია, ევროკავშირისთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მალე მოხდეს, თუმცა ალბათ, ძალაუფლება უნდა გადავიდეს ოფიციალურად მადიარის და მადიარის გუნდის ხელში, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ საჭირო, თქვათ, ნაბიჯების გადადგმას. ასევე ნახეთ, რომ მან მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტს, რომ ის თვითონ გადადგეს და დააჩქაროს ეს პროცესი, იმიტომ რომ პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს პარლამენტში კანდიდატურა და იქ არის ვადები, არა უგვიანეს და არა რაღაცა ადრე და გვიან და შეიძლება რომ გაწელონ მაქსიმუმალურზე და ამიტომაც მადიარი მოუწოდებს, რომ არ გაწელონ და დროულად გადაიბარონ მან ხელისუფლება. გარდა ამისა, პოლიტიკომ გამოაქვეყნა, რომ 23-24 აპრილს იქნება არაფორმალური სამიტი ევროკავშირის ლიდერების და პოლიტიკოს წყაროსცნობით ორბანი ჯერ კიდევ პრემიერი არ დაესწრება. ალბათ არც ევროკავშირს სურს, რომ კიდევ ერთხელ იხილოს ორბანი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის მერე მართლაც ფაქტიურად საბოტაჟს აკეთებდა ყველა გადაწყვეტილების, არ დაესწრება ორბანი ამ სამიტს, აი დროში როგორ მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება არ ვიცი, პარალელურად ალბათ ისიც გათვალისწინებელია, რომ თავის მხრივ ვოლოდიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ დრუჟბას ეს მილსადენი მუშაობას აპრილის ბოლოს აღად დაიწყებსო, ისიც როგორც ჩანს, მე ასე გავიგე, არ ვიცი, შეიძლება ვცდები, რომ ისიც მაქსიმალურად ხო მიდის თქვათ შემხვედრ ნაბიჯებზე და დაუშვებს რომ დრუჟბა ისევ იქნეს სამუშავებული და ასევე საინტერესო დეტალია რა თქმა უნდა მადიარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა იმ ფონდების განბლოკვა და მან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ლაპარაკის შემდეგ სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი თავის X-ზე როცა დაწერა რომ მნიშვნელოვანი საუბარი შედგა ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ყველაფერს ვიზამ რომ ხალხს დაუბრუნდეს ის ფული რაც ხალხის საკუთრება არისო და კომისიისგან გავიგეთ დღეს რომ კომისია ამზადებს ჯგუფს რომ გააგზავნოს უნგრეთში და დაიწყონ უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ალბათ ყველაფერი ერთად მე როგორც გონია ეთყობა ეს ყველაფერი რაღაცნაირად ერთად წავა
რომ მაქსიმალურად ჩქარა დაიძრას პროცესი. ეგ თავისთავად იქნება იქნა გამომდინარე რომ მადიარი ცოტა რავი ჩემი შეფასებით ყოველ შემთხვევაში მემარჯვენე პოპულისტია და ეკონომიკურ რეფორმებს როგორ გაატარებს ამ ევროკავშირის ფულს როგორ დახარჯავს ან საინტერესო იქნება გიორგონი რაღაცას ამბობდი და მე მაქვს ორი კითხვა თქვენთან მეგობრებო პირველი ეს უკავშირდება სწორედ აი ტრანზიციის საკითხს რაზეც თამარმა ისაუბრა და რატომ ჩქარობს ანუ არის თუ არა საბოტირების სერიოზული საფრთხე ერთი რატო არის ესე ანუ ფორს მაჟორში რატო აყენებს ამ წინაპირობებს რაღაცებს და მეორე როგორ შეაფასებთ რუსეთის პოზიციას რომელიც ჩანდა განცხადებების დონეზე რომ ოკეი ხო თითქოს ყველაფერი ხო ანუ მიიღეს მაგრამ აი რუსეთისთვის რას ცulis ეს ამბავი რატომ როგორ ფიქრობთ აი მაგალითად ძალიან საინტერესოა ბრიუსელში როგორ აღიქვავენ მოსკოვის ესეთ ჭყალებში მშვიდად რაღაც მიღებას და დღეს ხო ბევრს საუბრობთ მათ შორის საქართველოსთან პარალელებზე ხო და საქართველოსთან მაგალითად რუსეთის საგარეო დაზვერვამ გააკეთა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე განცხადება მათ შორის მომავალი პატრიარქის არჩევნების საკითხზეც კი პრაქტიკულად ჩაერია ხო ანუ რუსეთის საგარეო დაზვერვა ერევა პირდაპირ სუვერენული ქვეყნის საქმეებში და ძალიან საინტერესო არის თქვენი დაკვირვება ამ შემთხვევაში უნგრეთთან მიმართებით როგორია თამარ დაიწყო და მე რაც შეეხება რატომ ჩქარობს მადიარი სპეკულაცია იქნება ეხა რაღაცები დადასტურებულად რომ თქვა იმიტომ რომ არც ვიცი მადიარს ესე ახლო არც ვიცნობ და არც ვიცი რა საპირებს მაგრამ ნუ სავარაუდოდ იმიტომ რომ მისთვის იქნება ალბათ ძალიან დიდი პლუსი რაც შეიძლება მალე ამ ფულის ფონდებისგან ყადაღა თუ როგორ განბლოკვა რასაც აჩვენებს რომ ის დაპირებებს უკვე ასრულებს რა დაპირებებიც გასცა და კარგი იქნება რატომაც არა ხარდაჭერა განმტკიცდება კი ხო და უფრო ის ანუ პოზიტივით შევა ხო და სწრაფი ცვლილებებით და ალბათ ზალასაც აჩვენებს და იმასაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ დაუმარცხებელი არავინაა რაც შეეხება რუსეთის რეაქციას ნუ რუსეთი როგორც ყოველთვის ასე არის არა მხოლოდ ორბანთან დაკავშირებით ხო ნახეთ როგორ იყო ვენესუელაზეც ვითომ არაფერი არც დაეხმარა, არც ჩაერია ირანზეც, რა ვიცი, დიდად თავს არ იგიჟებს. უნდა აჩვენოს ალბათ, რომ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოგაჩენს სიძლიერის პოზიციიდან. ეს თუ არ ვწდები, ზუსტად არ ვიცი, არ მინდა მოვატყუო მაყურებელი, მაგრამ ვიღაცამ თქვა, რომ ორბანი ცოდიდათ, რომელიც ჩვენი მეგობარი იყო და მათზე ორბანზე მეტი მეგობარი ვიყავდათ, რა ვიცი, მართლა ტროასხენი იყო. ბრიუსელში ასე ყურადღებას არ აქცევენ ეხლა ყოველ შემთხვევაში დღეს რუსეთის ამ პოზიციას, მაგრამ ძალიან ღიად ამბობენ რომ ორბანის დამარცხება არის რუსეთის შესუსტება და მერცმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება და ტრენდების ცვლას, ანუ ტრენდის შესვლაზე არის აქცენტი რა და იმაზე რომ ავტოკრატიებიც არ არის მუდმივი და საბოლოო ჯამში ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ აქაც მაინც მივდივართ იქამდე, რომ სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, რომ ევროკავშირის შიგნით ადამიანები მაინც რაც არ უნდა იყოს, მაინც ადამიანები წყვეტენ თავიანთ მომავალ ბედს და მაინც არჩევნებია, რეფორმებია და პოლიტიკური სისტემები და ინსტიტუტებიც მაინც არ არის ისეთი მოშლილი და მორღვეული, თუნდაც რომ რა ვიცი, ასე პრორუსული რეჟიმის ხელში, თუნდაც უნგრეთის მაგალითზე. რუსეთის სისტემით გავაგზავნეთ მეც და დავესესხები ჩემთვის არც თუ ისე საყვარელ ტრამპს და ვიტყოდი რომ რუსეთი არის ქაღალდის ვეფხვი. ოღონდ რუსული არმია კი ამ შემთხვევაში მთელი სახელმწიფო და ქაღალდის ვეფხვი გახდა სწორედ უკრაინასთან ომის გამო. ის ახლა ისე არის დასუსტებული, რომ უბრალოდ აღარ აქვს ძალა, რომ სხვაგანაც თავისი ინტერესები დაიცვას.
კი წინსწრებად ის აკეთებს ხოლმე განცხადებებს. იგივე თუნდაც ირანზე ვნახეთ წინსწრები განცხადებები, ვენესუელაზე წინსწრები განცხადებები იყო, თუმცა როგორც კი ფაქტის წინაშე დადგა, რავი, ან მადუროზე რა გააკეთა, ან აიათოლებზე რა გააკეთა, ან ეხლა ორბანზე საერთოდ გაემიჯნა ორბანს რა, მათ შენ თქვის არ იყოს, მაგრამ რა ჩემი მეგობარი ეგ იყო, ეხლა მაღაზიაზე რო ვინერვიულო, ხო? რაც ეხლა ვიცით რომ აბსურდია, იმიტომ რომ შეიძლება არც თვლიდა მეგობრად, არ გამოვითხოვთ არც ეს რუსეთი ორბანს, უბრალოდ ის ხელის ბიჭი იყო, რომელსაც იყენებდა ევროკავშირის დასასრულებლად და აი იმ პოლიტიკის გასამყარებლად, რომელიც აქვს ზოგადად რუსეთს ევროკავშირთან მიმართებაში, შესაბამისად არც ის არ გამოვითხოვთ, რომ მართლა არ თვლიდა მეგობრად და უბრალოდ იყენებდა. და ეს რა გასაგებია რუსეთს ხო ეს მიდგომა აქვს რუსეთს რავი მე მგონი მეგობრები საერთოდ არ ყავს მას ყავს სახელმწიფოები ვისაც არ ეპარტნიორება არამედ იყენებს ასია რავი თუ გადავხედოთ პოლიტიკას ეგრეა რუსეთს არ ყავს მეგობრები რუსეთს ყავს არ ყავს არც პარტნიორები ყავს რაღაცა ერთეულები რომლებსაც იყენებს და როგორც კი ისინი გამოსაყენებლად უვარგისებია უბრალოდ ემიჯნება და ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რავი, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. შეიძლება სხვა ფაქტებიც არსებობდეს, თუმცა რავი, გამახსენეთ თუ კი რომელიღაც გახსენდებათ, ხო? კი, რა თქმა უნდა, სამხედრო ძალა აქვს, სისასტიკი აქვს, არასდროს არ ერიდება ამის გამოყენებას, იგივე დასავლეთის და ცივილიზაციისგან განსხვავებით, უხეში ძალის გამოყენებას არასდროს არ ერიდება და სწორედ აი ამ დაშინების პოლიტიკით ცდილობს, რომ ბიზნესს მიაღწიოს, თუმცა როგორც კი მას ფაქტის წინაშე აყენებენ რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გინდა მე ვერაფერს ვეღარ აკეთებ ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ ცალსახად რაც უკრაინაში გაიჭედა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ უკრაინაში გაიჭედა რაც შეეხება მადიარს და მის სიჩქარეს მე აქ ვიტყოდი და ვისურვებდი რომ აი ეს watchdog-ები, ის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც საარჩევნო პერიოდში მადიარს ძალიან დაეხმარა, არ შესუსტდეს და პირიქით დარჩეს watchdog-ებად. იგივე თუნდაც საზნაოსთან გაკეთებული განცხადებები. ხო, კი, რა თქმა უნდა, მესმის რომ იმას რეფორმირება სჭირდება, მესმის რომ ასე ვთქვათ, მანამდე რუსულ პროპაგანდაზე იყო მთლიანად აწყობილი, თუმცა ჩემთვის მაინც სახიფათოა საზოგადოებრივ მაუწყებელში ასე უხეში ჩარევა. იგივე თუნდაც ქართული რეალობა შემოვიყვანოთ აქაც მიუხედავად იმისა დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორ მაუწყებლობს მასში უხეში ჩარევა მაინც არ მგონია ესეთი სწორი ამას სჭირდება watchdog-ები ამას სჭირდება რეფორმა თუმცა ისე რომ არ დაზიანდეს დემოკრატიული პროცესი იმიტომ რომ მადიარმა თუ თავისი ასე ვთქვათ სიკეთისკენ სწრაფის გზაზე დემოკრატია დააზიანა მაშინ ახლა მადიარი იქნება თუ ორბანი იქნება ჩვენთვის ანიშნულობა აქვს ხო ამიტომ მე ვისურვებდი რომ უნგრეთში watchdog-ები დარჩენ watchdog-ებად იმუშაონ განსაკუთრებით ახლა როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს მოპოვებული მადიარს ეს როგორც სიკეთია ასე საფრთხეა ხო დემოკრატიისთვის შესაბამისად მე ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა რომ ვისურვებდი რომ იქ აი ეს დემოკრატიის დამკვირვებლები დარჩენ დემოკრატიის დამკვირვებლებად და ყურადღება მიაქციონ ხელი არ გაექცეს პატივცემულს აი 10 წუთი დაგვრჩა დაახლოებით. მაშინ ერთიც უნდა დავამატო. ეს ძალიან საინტერესოა და ძალიან რთული თემაა, ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი. ვინ იქნება პუტინის შემდეგი ტროას ცხენი? იქნება ეს ჩაიბარებს ამას ფიცო თუ იქნება ვინმე სხვა? იმიტომ რომ ხო, ნუ ვუჩიჩი პირდაპირ არ ასე ჩეხეთის ამბავით საინტერესო არის რა, ნუ აი ეგ თამარ გითხარი რა. ხო და დავამატებ, ბარემ ამავე კითხვას თუ შეიძლება, რა ანუ ვინ რჩება, ხო? ეს არის გიორგის კითხვა და რა რჩება, რა გამოეცალა ხელიდან, გარდა უკრაინის 90 მილიარდისა რაც გავიარეთ, აი რას აფერხებდა ორბანი, რა ბერკეტებს აძლევდა ის რუსეთს თავისი ხელისუფლებაში ყოფნით, აი რაღაც ძირითადი რაღაც პატარა ჩამონათვალი მაინც რომ რა შეიცვლება ამის შემდეგ ევროკავშირში, ნუ მინიმუმ რამდენად გაძლიერდება ევროკავშირი ამ ყველაფერს. აი ყველაზე თვალხილული და ნათელი ნახეთ ერთიანობას აფერხებდა რაც გამოყენებული იყო მერე მუდმივად
პრორუსულ პროქსი რეჟიმების პროპაგანდაში. რომ ევროკავშირი იშლება, რომ არის რაღაც ორი ევროკავშირი, რაღაც ერთი ორბანის ხელმძღვანელობით სუვერენულ ქვეყანათა რაღაც ერთობა ოჯახის ღირებულებებზე აგებული და ხომ ხედავთ არა საქართველოშიც ეს ნარატივია რომ მიდიან იმ ევროპაში, მიდიოდნენ ყოველ შემთხვევაში და რაღაც ურსულების და კაია კალასების და კუბილიუსების ევროპა სხვა ყოფილა, სადაც ალბათ ჩვენ გვიშვებდნენ. აი ეს დაინგრევა, ეს ნარატივი და რაც უფრო ერთიანი იქნება ევროპა, იქნება უფრო ძლიერი და პროპაგანდისტულად გადატეხავს, თქვათ, ამ რეჟიმებს. ნუ გარდა იმისა, ეს უკვე ვთქვით, რომ ყველაფერს ვეტოსადებდა ორბანი, საერთოდ ამოვარდნილი იყო უკვე საგარეო პოლიტიკის ერთიან ხაზში, განცხადებებსაც კი ბოლოს აღარ აწერდა ხელს, სადაც სლოვაკეთიც კი აწერდა ხელს, მარტო უნგრეთი ამბობდა ყველაფერზე უარს. ესეც რა თქმა უნდა შეიცვლება სავარაუდოდ და ამ მხრივ ევროკავშირისთვის, ნუ ევროკავშირიც მაგალითებს გამოიტანს აქედან, უკვე თქვა მაგალითად ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომ ახლა არისო კარგი ვითარება იმისთვის, რომ მაინც უნდა დავსხდეთ ყველა ერთად და ვიმსჯელოთ, როგორ უნდა მიიღოს ორგანიზაციამ სტრატეგიული გადაწყვეტილებები. უნდა იყოს ეს ვეტოს უფლება დარჩენილი, თუ სხვა ფორმა უნდა იყოს მოძებნილი, ანუ ევროკავშირი ბევრ რაღაცას უკვე ბევრად უფრო ფრთხილად მოეკიდება, რაც ერთის მხრივ, თქვათ, ჩვენერი ქვეყნებისთვის, ვისაც გვინდა რომ მოხვდეთ გაფართოების ტალღაში, უფრო სახიფათოა, იმიტომ რომ საქართველო ამ კუთხით პოტენციალურ უნგრეთად, ამ პოტენციალურ ახალი ტროასხენი. ტროასხენა თუ იქნა განხილული, ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი და კიდევ მეორე შეკითხვა გიო რა ის იყო რომ ვინ რჩება, ანუ ვის ჩაეჭიდებიან ახლა რუსები. ნახე, ერთის მხრივ რუსეთმა კი შეიძლება გააძლიეროს ზეწოლა თუნდაც ფიცოზე, მაგრამ ფიცომაც ხო დაინახა რა მოხდა უნგრეთში. ესეც ხო მეორე მხარეა და თან ფიცო რჩება მარტო. სად ორბანი, რომელიც პრინციპში განწევი ძალა იყო და ბევრ რაღაცაში ფიცო არ მიყვებოდა სხვათა შორის ორბანს, აი ბოლო რაც ახლა ვთქვი, ბოლო განცხადება ომის წლის თავზე, უბრალოდ განცხადება იყო მხარდასაჭერი ლიდერების მიერ გაკეთებული და მარტო ორბანი არ შეუერთდა. ფიცოსაც ხომ შეეძლო, არ შეერთებოდა, მაგრამ არა, ის შეუერთდა, ბაბიშიც შეუერთდა. ანუ თუნდაც ეს რაღაცა მინი კოალიცია, ბაბიში, ფიცო, ორბანი, ეხლა არის დაშლილი. ბაბის ჯერჯერობით აი ესეთი მკვეთრი ანტიევროკავშირული ნაბიჯი არ გადაუდგამს და შეიძლება ორბანის დამარცხებამ შეანელოს, თქვათ, ასევე ხელი ააღებინოს. ნუ ხელი ააღებინოს შეიძლება არა, მაგრამ უფრო ისიც მოზომილი იყოს და გააჩნია მართლა, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, რამდენად აქვს რუსეთს რესურსი, რომ თუნდაც ბაბიშზე გააძლიეროს ზეწოლა ან მე მგონია რომ ჩეხეთში იქაურ საზოგადოებაში ესე უცებ რაღაცა დიდ შემოტრიალებას ვერ შეძლებდნენ რა, ანუ საზოგადოება ამას ხო მხარდაჭერა ჭირდება, რაღაცა დრო ჭირდება ხო მაგას რომ მანდამდე მიხვიდე როგორც ქართული ოცნება მივიდა. ხო, აი ბექა ახლა ცოტ რამდენიმე კვირის წინ იყო უზარმაზარი აქცია პრაღაში, რაღაცას რო ფიქრობდა ბაბიშის კაბინეტი ამ NGO-ებთან დაკავშირებით. რუსული კანონი. ხო, რუსული მსგავსი კანონი და იმხელა აქცია მოეწყო, რომ რა თქმა უნდა უკან დაიხიეს და ნამდვილად თან მით უმეტეს იქ დიდი ქალაქები ყველა წინააღმდეგია ბაბიშის და მარტო რეგიონებმა დაუჭირეს მე როგორც ვიცი მხარი. აი ბოლო კითხვა და დავასრულოთ. პროცესები რა ძალიან საინტერესო პროცესები. საქართველოზე ვფიქრობ რომ რაღაცა ჩვენთან დავრჩეთ ბოლოს და ბევრი თქვათ ეს წახნაგი მიმოვიხილეთ. საქართველოს არსებული ხელისუფლებისთვის რა შეცვლის ეს ამბავი. გასაგებია რომ მხარდაჭერს კარგავენ და ვიზიტები სხვა მიმართულებით ექნებათ ახლა ჩამონათვალი შემცირდება. თუმცა მეორე არის რომ აი რისკები ახსენეთ. იგივე ევროკავშირი
კავშირის მხრიდან რომ სხვანაირად გვიყურებენ ალბათ დიდი ხანია უკვე და უფრო მეტად დაგვაკვირდებიან, მაგრამ თან ხომ არ არის ეს შესაძლებლობა რომ პირიქით რაღაც პოზიტიური მხარეს დავინახოთ რომ მათი მხრიდანაც უფრო ყურადღება გაიზარდოს თუნდაც ჩვენს მიმართ ერთი და ხო ნუ მეორეს მხრივ აი რისკებში რუსეთის მხრიდან რადგან მათ ისინი კარგავენ თქვათ ამ მოკავშირეებს და დასაყრდენებს აქ კიდე უფრო მეტად არ ვიცი მეტად როგორ უნდა გაიზარდოს მაგრამ ნუ აი ამაზე რას ფიქრობთ რა რახან ეს ხო შემაჯამებელია ხო ანუ ჩემ ბოლო სიტყვაში მე ესეთ რაღაც რითიც დავიწყეთ ხო ანუ პროპაგანდით დავიწყეთ საუბარი პროპაგანდაზე დავიწყეთ საუბარი რომ გამზადებული ქონდათ რაღაცა მასალებით რეპორტაჟებით თუ ასე შემდეგ ხო ანუ ეს არის მეორე ძალიან მძიმე ჩავარდნა ძალაუფლებაში მყოფი პირებისა იმიტომ რომ ვერ გათვალეს სწორი გათვლა არ გააკეთეს ჩავარდნენ პირველი იყო უკრაინის ომი არ დაგვავიწყდეს ეს ამბავი ანუ სტრატეგიული გათვლები არ მუშაობს და ეს არის ორი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი, კიდე ბევრი თვალსაჩინო მაგალითია, მაგრამ რახან დღეს ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ხო? ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არის აბსოლუტური ჩავარდნა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ამაზე რაღაცა ფსონს დებდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა ანუ ცვლილებების პერიოდი სახეზეა, ცვლილებები იწყება, სადღაც უფრო ადრე, სადღაც უფრო გვიან, ვნახოთ რა იქნება. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. გავაგრძელებ მეც გიორგის აზრს ის რატომაც ხანდახან ახლა და ილუზია იქნება რომ თითქოს რაღაცა სწორად გათვალეს თითქოს რაღაცა მშვიდობა გვაქვს თითქოს რაღაცა ეკონომიკური წინსვლა გვაქვს ეს ყველაფერი არის ილუზია რომელსაც ქმნის პროპაგანდა და ის რომ ყველა მათი გათვლა სტრატეგიულ დონეზე არის აბსოლუტურად ბოლი და ჰაერი და არასწორი ამას ადასტურებს, ანუ მომხდარი ფაქტები ადასტურებს. ფსონის დადება ჯერ რუსეთზე ამ ომში, შემდეგ უკვე ფსონის დადება ორბანზე. ეს ადასტურებს, რომ მათ სტრატეგიულად ამ ყველაფერს არასწორად აანალიზებენ. მე ძალიან კომიკურად გამოჩნდნენ ახლა. აი ძალიან კომიკურად გამოჩნდნენ. იმას მიფიქრია, რომ შეიძლება უბრალოდ ასე ხედავენ ისინი და იმიტომ განა რაღაცა სხვა აზრახვები, უბრალოდ ასე ხედავენ სწორ გამოსავალს. დიდი კაცი ეუბნება და მე ხედავენ ეგრე, აბა ეხა. ხო და ფაქტი არის ის, რომ არასწორად ხედავენ მოკლედ რა. და აქვე რადგან რაღაც ესე ბოლოსკენ ვარ, ცოტა ხუმრობანარევ შეთქმულების თეორიას განვავითარებ, რომ ეხლა როცა ორბანი არ არის, კრემლი დართავს ნებას და ახალი ორბანები გავხდებით და ევროკავშირის ქართველების გადარჩენა ხო უნდა და ევროკავშირის კარს გაგვიღებს და ასე ყველა კმაყოფილი იქნება. ეს რა თქმა უნდა ხუმრობთ. თამარ ხო, რა ვიცი, რატის ნათქვამს გავაგზელებ ჩემთვის მაგალითად მორალურად იმდენად ამორალურია გათვლა და ფსონი დადო მტერზე, რომ საერთოდ წარმოუდგენელია, სულ სხვა არის რაღაცა ფრთხილი პოლიტიკა და მტერთან არ შესყდომა და პირდაპირ არ წასვლა რაღაცნაირად შუბლით და პირდაპირ კონფრონტაციაში წასვლა, მაგრამ სულ სხვა არის ვითომ რაღაც მოგონილი მშვიდობის გამო, რა ვიცი, იხეირო შენი სტრატეგიული პარტნიორის, მეზობელის, მოკავშირის ომზე და ფინანსურად მოძლიერდე და მით უმეტეს ერთი რაღაც ჯგუფი რო ძლიერდება, რომ ამ კუთხით არც მინდა შევხედო პირადად მე ამ საკითხს, მე მაინც მივდივარ იქამდე, რომ კი ევროკავშირში იყო ეს მაგალითი და პრეცედენტი, რომ 16 წელი ეს კაცი მართავდა და სხვათა შორის ორბანმაც დაიწყო როგორც დემოკრატმა და რუსმა თავისი კარიერა და კიდევ ერთი მაგალითია ჩემთვის იმისა, რომ როდესაც პოლიტიკოსი ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებს პირად ინტერესს და თავის ფინანსურ კეთილდღეობას აუცილებლად დემოკრატიიდან ავტოკრატიაში გადადის და მე სწორედ მაგიტომ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს ევროკავშირში, რომ შემაკავებელი ბერკეტები იყოს ამისი და თუნდაც 16 წლის მერე ასე ერთიანად წალეკოს ხალხმა კიდევ 16 თამა?
კიდევ არა, მაგრამ გოგოდათ ვამბობ. ანუ მაინც აი მე წვერი უკვე გამიჭაღარავდა. მოკლედ ვიტყვი, აი შენ რასაც ამბობდი და რასაც ლაპარაკობდით, რომ აი რაღაცა დღის წესრიგი შექმნა, ხალხიც უნდა იყოს მზად, რატი ამბობდა, რომ დაეთანხმოს იმას, რომ კაბინეტი თუ წარადგინა, აგერ უკვე მოვიდა, არ მოსულან და უკვე ამაზე ლაპარაკობენ. აი ეს განხილვები ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ხალხი მზად იქნება ევროკავშირის შიგნით, აი ესეთი დასრული და ჩამოყალიბებული პოლიტიკისთვის. დიდი მადლობა. და მაგიტომაც ფსონები ახსენეთ. ხო, ფსონებზე გამახსენდა ირანზე ცდებენ, უпростоრად ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე ცდებენ ჩვენი ძვირფასი მესვეურები თუ როგორ ქვიათ, ხელისუფალნი ფსონს. დღეს ვაპირებდით ცოტა მეტი გვესაუბრა უკრაინაზე, ვაპირებდით ცოტა მეტი გვესაუბრა ირანზე, სადაც პოპკორნით შეგვიძლია ვადევნოთ თვალი რა დღეშია ირანის რეჟიმი, როგორ დაქსაქსულია და ერთმანეთს ეჯახებიან, უკვე ბეიბისითერებს აყოლებენ პაკისტანში, როცა მოლაპარაკებებზე მიდიან იქ საგარეო საქმეთა მინისტრი და ისა, პარლამენტის სპიკერი, მოკლედ. საინტერესო ამბები მიდის იქ და დიდი თემა, იმედია შემდეგ ჯერზე გვექნება ამის საშუალება და უფრო საინტერესო ამბები მოხდება კიდევ, იმიტომ რომ იქაც რაღაცა მშვიდობა ეს ცეცხლის შეწყვეტის ვადა ჯერ კიდევ არის და ვნახოთ ამ რაღაც ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებები და რა. ხო, ნუ რეალურად ბლოკადაშია ირანის რეჟიმი და ისინი კარგავენ ყოველ დღე ძალიან დიდ შემოსავალს მათ საარსებო წყაროს და ძვირი დაუჯდებათ. მანდაც იმედი მაქვს რომ ირანელი ხალხი თავისუფლების მოყარე ხალხი საბოლოოდ თავის სათქმელს იტყვის და თავის გასაკეთებელს გააკეთებს და მაგით დასრულდება დიდწილად ეგ ამბავი. მაგაზე მერე დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე მგონია რომ ძალიან საინტერესო მსჯელობა გამოგვივიდა. ვინც ბოლომდე შემორჩა ალბათ ბევრი კუთხით რაღაც სიახლე გაიგო და რაღაც სხვანაირად გაანალიზებს ამბავს თუ აინტერესებს ეს თემები. დაწერეთ კომენტარებში რაში გვეთანხმებით, რაში არ გვეთანხმებით, რა თქმა უნდა კორექტულად, კონსტრუქციულად. ამას ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებთ და შემოვალთ ჩვენს განხილვებში და დაგველოდეთ შემდეგ ეპიზოდს უკვე ერთი კვირის მერე შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა, ნახვამდის. მადლობა ნახვამდის.